მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება საუბარი უმნიშვნელოვანეს საკითხზე. როგორ არ მოვტყუდეთ? ან თაღლითობა მაგიაში. თაღლითობა ყველა დარგში გავრცელებული პრობლემაა. თუმცა განსაკუთრებით მარტივია მოიტყუო იქ, სადაც შეუძლებელია რამის დამტკიცება და უმარტივესია ყველაფრის გამართლება. სწორედ ამ მიზეზით განსაკუთრებით გავრცელებულია თაღლითობა ეზოთერულ სფეროებში. ტარომ თქვა, ღმერთმა ინება, ანგელოზები ან ეშმაკები მაჩვენებენ. ერთი სიტყვით იხსნიან პასუხისგებლობას და მას ადებენ რაიმე არარსებულ ან ზებუნებრივს. ვერაფერს დაამტკიცებ და ვერც შეედავები. თანამედროვე სამყაროში ყველაფერი იმდენად მარტივად ხელმისაწვდომი გახდა, რომ ყოველი მეორე იწყებს ამ სფეროთი ბოროტად სარგებლობას. იყიდი ჩინურ ტაროს-დასტას AliExpress-ზე, გააკეთებ პროფილს მკითხავი ჟუჟუნა და ყველაფერი მზად არის. ალბათ ეს ყველაფერი გეცნობათ. შესაძლოა იცნობთ მათ, ვინც მოტყუდა. ან თავადვე აღმოჩნდით მსხვერპლის პოზიციაში. დღეს გასწავლით, როგორ არ მოტყუდეთ და როგორ გაარჩიოთ ნამდვილი ეზოთერიკოსები, ტაროლოგები თუ მაგები ყალბისაგან. ჩემთვის, როგორც ეზოთერიკოსისათვის, რომელიც მრავალი წელია მოღვაწეობს ამ დარგში, მნიშვნელოვანია მისი ყველა ასპექტის შესწავლა, რაც გულისხმობს როგორც თეორიასა და პრაქტიკულ მხარეებს, აგრეთვე ფსიქოლოგიურ, ისტორიულ და კულტურულ ასპექტებსაც. ამ უზარმაზარ ინფორმაციულ ზღვაში კი გარკვეული ნაწილი თაღლითებს და მათ მეთოდიკასაც უკავიათ. დღეს გაგიზიარებთ სწორედ ამ ცოდნას. არსებობს უამრავი ეგრეთ წოდებული წითელი ალამი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. სია საკმაოდ ვრცელია და ცხადია, ყველაფერს ამ ვიდეოში ვერ ჩავატევ. ამიტომ წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შერჩეულ 8 წითელ ალამს, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ არ მოტყუდეთ. მასშტაბე. პირველი წითელი ალამი გახლავთ ეგრეთ წოდებული ბარნუმის, იგივე ფორერის ეფექტი. ფინეას ტეილორ ბარნუმი გახლდათ მე-19 საუკუნეში მოღვაწე ამერიკელი შოუმენი, ბიზნესმენი, ცირკებისა და წარმოდგენების ხელმძღვანელი და უბრალოდ პიროვნება, რომელსაც ჰქონდა ფენომენალური გაყიდვის, манипуляციისა და ადამიანების დარწმუნების უნარი. ბარნუმის ეფექტი გულისხმობს ისეთი განზოგადებული და ორაზროვანი დებულებებით ადამიანზე ეფექტის მოხდენას, რომლის მორგებაც არის შესაძლებელი თითქმის ყველაზე. მაგალითად, ბევრი პრობლემა გინახავს. ხედავ გზას, შენ მიზანი გაქვს. ხშირად ადამიანებს არ ესმით შენი. ასეთი ტიპის დებულებები არის შესაძლებელი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიპოვოთ საკუთარ თავში, მივიღოთ და ჩავთვალოთ, რომ პიროვნება საუბრობს ჩვენს შესახებ, რადგან ვის არ უნახავს პრობლემები, ვის არ აქვს მიზნები და სურვილები ხომ, ან ვის არ უფიქრია ერთხელ მაინც ცხოვრებაში, რომ მისი არ ესმით. ზუსტად იმავეს ხვდებით ხოლმე ყვითელ ასტროლოგიასა და იაფფასიან ჰოროსკოპებში, მაგალითად ლომი, ამაყი ნიშანი უყვარს ფული და კომფორტი. და ვინ არ არის ამაყი, ან ვის არ უყვარს ფული ხომ? და ამ დროს მკითხველი ფიქრობს, რომ ზუსტად ჩემზეა საუბარი. რა დროსაც ლომის ნაცვლად რო ვთქვათ მერწყული, ამაყი ნიშანი, ან პირობითად კურო, ამაყი ნიშანი, ან ქალწული, როგორ უყვარს კომფორტი, აბსოლუტურად ყველა ჩვენგანი ამ დებულებას დაეთანხმება. თაღლითები ძალიან ხშირად მიმართავენ სწორედ ამ მეთოდებს. შესაბამისად იქნება ეფექტი თითქოს და მკითხავმა ძალიან კარგად ამოიკითხა ინფორმაცია. ამ დროს არა. ის უბრალოდ ზუსტად იმავე სიტყვის კიდევ 100 ადამიანს და სადღაც აუცილებლად გაარტყავს. ამიტომ თუ ხედავთ, რომ პიროვნება მუდმივად საუბრობს ასეთი დებულებებით, დიდი ალბათობით ცდილობენ თქვენს გაკვირვებას და მოტყუებას. მეორე წითელი ალამი გახლავთ ეგრეთ წოდებული ბოშური ჰიპნოზი. ეს არის განსაკუთრებით საშიში და სასტიკი ტექნიკა, თუ კი არ ხარ მომზადებული. არსებობს ორი სახის ბოშური ჰიპნოზი. ეს არის პირველი აჩქარება და დაბნევა და მეორე შოკური ინდუქცია. ამ მეთოდებს იყენებენ არა მხოლოდ მჭხიბავი და მარჩიელები, არამედ ამორალური პირები გაყიდვებში, ბიზნესში, პოლიტიკაში, მარკეტინგში და მედიცინაშიც კი. ცხადია, სტრუქტურა ოდნავ იცვლება, მაგრამ ძირითადი რჩება იგივე. დავიწყოთ აჩქარებითა და დაბნევით. ეს არის მიდგომა, როდესაც გესაუბრებიან გაუგებრად, სწრაფად გაყრიან ინფორმაციას. პარალელურად შესაძლოა გიხებოდნენ ხელებით, თითქოს და გეკაჩებოდნენ, ხან წინგწევდნენ, ხან უკან გიფათურებდნენ ხელებს, გისვამდნენ. ეს არის ამ შემთხვევაში პასები.
პასები გამოიყენება როგორც ჰიპნოტური პრაქტიკების დროს, აგრეთვე ენერგეტიკული პრაქტიკების დროსაც იმისთვის, რომ ადამიანი მეტად დაიყოლიო. ამ პროცესში აგრეთვე რაღაცებს გაკეთებინებენ, გაჩქარებენ, გეუბნებიან, რომ დროზე უნდა მოასწრო რაღაცის გაკეთება, სადღაც უნდა გაყვე, უცებ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, თორემ რაღაცა ცუდი მოხდება და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანს ამდენად აჩქარებ და აყრის სწრაფ-სწრაფად ინფორმაციას, ტვინი, ნერვული სისტემა ფაქტობრივად ითიშება და ხდება უკიდურესად დამყოლი, შესაბამისად ასრულებს შემდგომ ყველაფერს, რასაც ბოშა ეტყვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ფულის, ოქროულობის თუ სხვადასხვა ნივთების გაცემას და მათ პირობებზე დათანხმებას. გამოიყურება ეს ყველაფერი დაახლოებით შემდეგნაირად. უეცრად მოგვარდებიან ქუჩაში, გეუბნებიან, მოდი, უნდა გიმკითხაო, გამეხსნა ხედვა, აფრინდა ჩიტი, ანგელოზები მოდიან, რაღაც აბსოლუტურად რენდომული გაუგებარი ფრაზები, შესაძლოა თავიანთ ენაზე დაიწყონ საუბარი, შეიძლება ლოცვა დაიწყონ. ერთ სიტყვით ყველანაირად გაბნევენ, მთავარი არის ის, რომ ინფორმაციას გაყრიან სწრაფ-სწრაფად. შემდგომ გეუბნებიან დროზე, მოდი აქ ახლოს უნდა მომიახლო და ჩამკიდე ხელი, აბა გამიშვი ხელი, აბა წამოდი იქით უნდა გავიდეთ, გვერდზე უნდა გავიწიოთ, არ უყურო, თვალებში მიყურე და აი ამ პროცესში ადამიანი იბნევა. ბოლოს რა თქმა უნდა, სადღაც ჩააკვეტებენ ფრაზას ფული უნდა მომცე, ან პირდაპირ გტაცებენ ხელს და გამოგართმევენ. შესაძლოა გითხრან მოიხსენი საყურე, ჩქარა, მოიხსენი უნდა შევულოცო. და ასე შემდეგ. ეს ხდება, როდესაც უშუალოდ ბოშებს ხვდებით ქუჩაში, პარალელურად შესაძლოა გამოიყენონ ილუზიის ხელოვნება, ფოკუსები, მაგალითად გააქრონ ძაფი, გააუჩინარონ ფული, რაც აგრეთვე ჩვენს გონებას და ნერვულ სისტემას აგდებს ჰიპნოტურ გათიშულ მდგომარეობაში და შესაბამისად ასეთ დროს უფრო მარტივია ადამიანით манипуლირება. ეს ხდება, რა თქმა უნდა, ქუჩის ჯადოქრებთან ბრჭყალებში, რო ვთქვათ, თუმცა თუ კი შედიხართ ვიღაცასთან კაბინეტში, ან თუ კი საუბარი გვაქვს საერთოდაც არაეზოთერიკოსსა და მაგზე არამედ პირობითად ექიმზე, როგორც წესი ხდება უცნაური სახელების, პროფესიული ტერმინების მიყრა, მაგალითად დაგისახელებენ ისეთ დიაგნოზს, რომლის შესახებაც არაფერი არ გსმენია და არაფერი იცი, იგივე ხდება ბანკებშიც, გაუგებარი საბანკო ტერმინოლოგია მოდის სწრაფ-სწრაფად და რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველაფერი სრულდება თქვენი პირადი ინფორმაციის გამოთხოვით, რაღაცის შეძენის იძულებით და დაყოლიებით. მთავარი აზრი ერთ სიტყვით არის, რომ სწრაფ-სწრაფად გაყრიან ინფორმაციას, გაჩქარებენ, გიქმნიან სტრესსა და შფოთვას, გიხებიან ხელებით, იჭრებიან შენ სივრცეში და შესაბამისად ვეღარც ფიქრს ასწრებ, ნერვული სისტემაც ფაქტობრივად გამოთიშული ხდება და ხდებით მსხვერპლი. რაც შეეხება ბოშური ჰიპნოზის მეორე ასპექტს, ეს არის შოკური ინდუქცია და სწორედ შოკური ინდუქცია არის ყველაზე საშიში და ამორალური მეთოდი. მოულოდნელად გატყობინებენ შემზარავ ამბავს, გეუბნებიან საშიშ რაღაცებს, გძაბავენ, გსტრესავენ, გიქმნიან საფრთხის და უიმედობის განცდას. როგორც წესი ეს გამოიყურება შემდეგნაირად. გეუბნებიან, რომ შენ გაქვს საშინელი წყევლა, რომ ერთ კვირაში მოკვდები ან ძალიან დიდი უბედურება დაგატყდება თავს და რომ შენი შველა შეუძლიათ მხოლოდ მათ გარკვეული თანხის, გარკვეული სარგებლისა, ოქროს თუ ნივთების სანაცვლად. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უთქვამთ ადამიანებისთვის, მათ შორის საკმაოდ ცნობად გამოჩენილ კითხავ მარჩიელებსაც ბრჭყალებში ვთქვათ მისნებს, რომ შენ გაქვს საშინელი ჯადო და მთელი ოჯახი ამოწყდებით ერთ კვირაში და სანაცვლოდ მოუთხოვიათ მაგალითად $10,000, მოუწიათ ადამიანებს კრედიტების აღება და ერთ სიტყვით გაუბედურდნენ მიუხედავად იმისა, რომ არანაირ ჯადო არც არსებობდა და არც არასდროს ყოფილა მათ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, შავი მაგია რეალურია, ის სამწუხაროდ ახდენს ადამიანებზე უარყოფით გავლენას, მაგრამ დამიჯერეთ უსაშველო პრობლემა არ არსებობს. როდესაც პიროვნება იჭრება შენს სივრცეში, უეცრად გაშინებს, გსტრესავს და არც ცდილობს შენს გამხნევებას, ან ეს არის უბრალოდ უკიდურესად არაკომპეტენტური და ამორალური ადამიანი, ან რა თქმა უნდა, თაღლითი, რომელიც იყენებს ბოშურ ჰიპნოზს, შოკურ მდგომარეობაში გაგდებს, რათა გახდეთ დამყოლი და სასოწარკვეთილების, საფრთხის, უიმედობის ჟამს ყველაფერს წაგართმევენ, რაც კი გაგაჩნია. ამიტომ უპირველეს ყოვლისა უნდა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ცივი გონება და წინასწარ უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია. მესამე წითელი ალამი გახლავთ არარეალური დაპირებები. მაგალითად, როდესაც გპირდებიან, რომ ერთი რიტუალის შედეგად გახდები მულტიმილიარდერი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უბრალო სამსახურიც კი არ გაგაჩნია, არამცდუ მილიონიანი ან მილიარდიანი, შემდგომის შეიძლება იყოს დაპირებები, რომ დაგიბრუნებენ ქმარს, რომელსაც უკვე 20 წელი არ მოუკითხი ხარ, 24 საათში შეგახვედრებენ საბედოს და დაგაოჯახებენ და ასე შემდეგ.
იგივე ვრცელდება არარეალურ პირობებზე, მაგალითად რიტუალის სამლარად, რაც არის აბსოლუტური აბსურდი, სამლარად ნორმალური ხარისხის პურს ვეღარ იყიდით მაღაზიაში, არამც თუ ვინმე მოგემსახურებათ და გაგიკეთებთ რაიმე მნიშვნელოვან რიტუალს. ანალოგიური ეხება, რა თქმა უნდა, არაადეკვატურად მაღალ ჰონორარსა და ანაზღაურებას, მაგალითად $5,000 თუ გთხოვენ ტაროს გაშლაში, ეს აბსურდია, რა გამოჩნდება ჯეფ ბეზოსის ბარათის ნომერი და პინ კოდი? შესაბამისად, აუცილებლად იფიქრეთ, რამდენად ადეკვატურია ის, რასაც გპირდებიან და რასაც გთხოვენ სანაცვლოდ. მეორე საკითხია უკვე 100%-იანი გარანტიები. გარანტიას ექიმი, ქირურგიც კი ვერ გაძლევთ 100%-იანს, ვერც ფსიქოლოგი, არამც თუ ეზოთერიკოსი. აქედან გამომდინარე, თუ გაძლევენ ესეთ საოცარ გარანტიებს ან საოცარ პირობებს, დიდი ალბათობით გატყუებენ. მეოთხე წითელი ალამი გახლავთ ბუტაფორიები და მყვირალა იმიჯი. ანუ, როდესაც იყენებენ 1000 გვარ ნივთს დანიშნულების, ფუნქციისა და იდეის გარეშე. ეს არის გარკვეული ატრიბუტები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე სახის ლოგიკური ფუნქცია, რომელთა განთავსებაც სამუშაო სივრცეში არის ქაოსური და არ ატარებს რაიმე კონკრეტულ არსს ან სარგებელს უშუალოდ საქმესთან მიმართებით. ძირითადად, როგორც უკვე აღნიშნე, ეს ყველაფერი წარმოადგენს ერთგვარ ბუტაფორიას, მულაშს, რომლის ფუნქციაც არის მხოლოდ და მხოლოდ ეფექტის მოხდენა. და არ ჯდება არავითარ ლოგიკურ კანონზომიერებებში, იქნება ეს სიმბოლიკის თვალსაზრისით, ცერემონიალური თვალსაზრისით თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არც პასუხი იქნებათ თუ რატომ იყენებენ ამას, იმას ან ამდენი რაოდენობით თუ ასე შემდეგ. რაც შეეხება იმიჯის საკითხს, აქ არის საუბარი ისეთ სიტუაციაზე, როდესაც აშკარაა შემთხვევა, სადაც ადამიანი გაცილებით მეტ დროს უთმობს კოსტუმირებასა და მის იმიჯს, ვიდრე რეალურ საქმეს, რეალურ ცოდნას და საქმის იდეასა და არსს, მისიას. ანუ, როდესაც პიროვნება გამოიყურება ისე თითქოს და მის სახლში 24/7-ზე არის ჰელოვინი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ ან ადამიანი არის უბრალოდ ინფანტილური და არასერიოზული, ან B მეტყველებს ეგოზე და იმაზე, რომ ხდება ამ ჯადოსნობის, კუდიანობისა თუ ჯადოქრობის რომანტიზება. მოგეხსენებათ თანამედროვე პოპკულტურაში, კინოფილმებში ეს ყველაფერი ძალიან არის გაზვიადებული, რომანტიზირებული და ბევრი ადამიანიც არის ამ ესე ვთქვათ იმიჯებით, ამ ხატებით, ამ ნიღბით მოხიბლული. ეს არის ესკეიპიზმის ერთ-ერთი ფორმა, სადაც ადამიანი იგონებს და ქმნის ახალ ნიღაბს და პერსონას. ოკულტიზმი და ეზოთერიკა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და არა კოსპლეის ფესტივალი ან როლური თამაში. ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს, რომ ან ვეხებით არასერიოზულ ადამიანს, ან ის ცდილობს ჩვენზე ეფექტის მოხდენასა და ჩვენს მოტყუებას. საეჭვოა აგრეთვე შემთხვევები, როდესაც პიროვნება იქცევა ან გამოიყურება მეტისმეტად ვულგარულად, ამპარტავნად, ზედმეტად ცდილობს რომ იყოს ტკბილი, ფამილიარული და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით ეს ეგოს გამოვლინებები და ნიღბები თითქმის ყოველთვის მეტყველებს გარკვეულ საეჭვო ფაქტორებზე, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გულწრფელობას. ხოლო მეხუთე წითელი ალამი გახლავთ რეგალიები. მეცხრე საფეხურის ენერგომკურნალი, ატლანტების ქურუმი, შვიდგზის ინიცირებული არქიმაგი, დიდებული მაგისტრი და მემკვიდრეობითი კუდიანი თუ სხვა მსგავსი. ერთ სიტყვით მსგავს რეგალიებს თუ ისმენთ, რაც შეიძლება მალე გაიქეცით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ცხადია, არის ნიშანი და მაჩვენებელი თაღლითობისა და ტყუილის. მართალია გარკვეული წოდებები ოკულტურ სამყაროში ნამდვილად არსებობს, თუმცა უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამას საჯაროდ ნამდვილად არავინ არ ვამბობთ ყოველ შემთხვევაში ფართო პუბლიკაზე და ძირითადად ეს ცნებები არის უფრო აქტუალური სხვადასხვა დახურული საზოგადოებებისა და საიდუმლო საძმოების წიაღში. და აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაგიური ორდენები და საძმოები დიდწილად არის უკვე გადაგვარებული, უმრავლესობა მათგანი საერთოდ აღარ ფუნქციონირებს და ძირითად შემთხვევებში ეს ყველაფერი იქცა კვლავ გარკვეული სახის ბიზნესად, აფიორად ან უბრალოდ ძველი დროის გამოძახილად და გადმონაშთად. ბონუსის სახით ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსად მყვირალა იმიჯისა ძალიან საეჭვოა ყვირილის საკუთარი შესაძლებლობებისა და მიღწევების შესახებ. მე ვიწინასწარმეტყველე ის, მე ვიწინასწარმეტყველე ეს და ასე შემდეგ. როგორც წესი, ნამდვილ ოსტატს არ სჭირდება თავისქება და საქმემ უნდა გვადიდოს და არა სიტყვამ. მეექვსე წითელი ალამი გახლავთ სერტიფიკატების ფრიალი. ხაზგავსო ფრიალი და არა უბრალოდ ქონა. ცხადია, კარგია თუ კი გვაქვს გავლილი გარკვეული სწავლებები და მივიღეთ სერტიფიკატი, თუმცა ამ დარგში სამწუხაროდ სერტიფიკატი არაფერს არ ნიშნავს და არ მეტყველებს სანდოობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის აკრედიტირებული სფერო, ეს არ არის ემპირიული მეცნიერება, შესაბამისად ვერავინ ვერავითარ დიპლომს და სერტიფიკატს აქ ვერ გასცემს.
ერთადერთი რაც ნამდვილად ოფიციალურად ისწავლება, ეს არის მითოლოგია, ფოლკლორი და თუნდაც ოკულტიზმის ისტორია, რომელსაც მაგალითად ხვდებით ჰარვარდის უნივერსიტეტში. თუმცა ეს ყველაფერი აბსოლუტურად არ გვეუსაუბრება ჩვენ პრაქტიკული გამოყენებითი მაგიისა და ეზოთერიკის შესახებ. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი მეტისმეტად დიდ ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა სერტიფიკატებზე, დიდი ეჭვის გამომწვევია. არ არის საუბარი იმაზე, რომ ზოგადად კონდეს ადამიანს გავლილი კურსები ან კონდეს სერტიფიკატი, რა თქმა უნდა, არამედ ვეხებით შემთხვევებს, როდესაც პიროვნება გვიმტკიცებს, რომ მას სადღაც მოსკოვში აქვს გავლილი სწავლებები ოკულტიზმისა და მეტაფიზიკის უნივერსიტეტში, ან რომ ის არის დიპლომირებული მკურნალი ან სხვა მსგავსი. გამომდინარე იქნება, რომ როგორც ასეთი ეზოთერული, მაგიური, ესეთი რაც უნივერსიტეტი ან აკრედიტირებული სასწავლებელი უბრალოდ არ არსებობს ამ ეტაპისათვის. მეტაფიზიკა კი ბატონო ისწავლება, მაგრამ როგორც ფილოსოფიის განშტოება და არა მაგიის. ასე რომ ესეთ საეჭვო სერტიფიკატებსა და რეგალიებს ნუ დაუჯერებთ, დამჯერეთ მათი ამობეჭდვა და კაბინეტში ჩამოკიდება თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ. მეშვიდე წითელი ალამი გახლავთ ბჭყალებში ვთქვათ შოუმენობა. ეზოთერიკა, მაგია და ოკულტიზმი არ არის სამასხარაოდ, სანახაობისა თუ რეიტინგის გამოსაწვევად განკუთვნილი ცოდნა. ეს არის სიღრმისეული მეცნიერება, რომელიც სიფრთხილით მოპყრობას საჭიროებს. ცნობილი ტელეგადაცემები, ჯადოქართა ბრძოლები თუ ვიქტორინები მხოლოდ და მხოლოდ ბრბოსთვის თვალის ასახვევად, მიმდობი და გულუბრყვილო ქალბატონების გასაცურებლად და გასართობადაა შექმნილი. საუბარი მაქვს ყველასათვის კარგად ნაცნობ ჩრდილოელ მეზობლებთან გავრცელებულ ტელეგადაცემებზე. ექსტრასენსთა ბრძოლები და სხვა მსგავსი გადაცემები არის უბრალოდ დადგმული შოუ, სადაც ადგილი აქვს მოსყიდვას, გრთამს, პულის გადახდას და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი გამოძიება და სამართლებრივი პროცესი და აგრეთვე გადაღებულია არაერთი დოკუმენტური სიუჟეტი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტ სივრცეში. ეს ადამიანები ურცხვად სარგებლობენ სხვათა გაჭირვებით, კრიზისებითა და დარდებით. ატყუებენ და განსაცდელში აგდებენ ისედაც სასოწარკვეთილ ადამიანებს და მანიპულირებენ მათი ემოციებით. ყველას გვსურს, რომ რაღაცის გვწამდეს. გქონდეს რამის ან ვინმეს იმედი, ვეძებთ ჯადოსნობას, ნაცრისფერ და არამეგობრულ სამყაროში. და მათ ეს ყველაზე კარგად იციან. მათ ყველაფერი ძალუძთ საკუთარი ეგოს, მანიებისა და სიხარბის დასაკმაყოფილებლად. და ბოლო, მერვე წითელი ალამი გახლავთ დაბალი ხარისხი. რეალური თავმოყარე პრაქტიკოსი არასდროს გამოიყენებს იაფფასიან პლასტიკისაგან დამზადებულ ბაყაყებს ან ტემუდან თუ ალიბაბადან გამოწერილ თილისმებს. გარდა იმისა, რომ მსგავსი ობიექტების გამოყენება მაგიაში არამხოლოდ არასასურველი ან შესაძლო აკრძალულიც კი იყოს, არამედ მათი გამოყენება იქნება უბრალოდ უშედეგო. ეს ნივთები, სინთეტიკური მასალები ვერ აიღებს ენერგიას და ვერ დაიმუხტება. გარდა ამისა, უამრავი ცერემონია, უამრავი რიტუალი მოითხოვს პირდაპირ რომ მაგმა თვითონ შექმნას და დაამზადოს ესა თუ ის თილისმები, ამულეტები თუ ასე შემდეგ. ამიტომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ოქრომჭედლობის სწავლაც კი დაგჭირდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყველა ადამიანს ერთი და იგივე ნივთი დაუმზადო ან მიყიდო. ამიტომაც არის, რომ ხშირად, როდესაც მომმართავენ ამულეტების ან თილისმებისათვის, ძალიან ხშირად მიწევს, რომ დავამზადო აბსოლუტურად განსხვავებული ნაკეთობები და ინდივიდუალურად მოვარგო ადამიანს თუ მის სიტუაციას. ეს იყო ის ძირითადი ნიშნები, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ცხადია ეს შეიძლება არ იყოს სრული სია, შესაძლოა რაღაც გამომრჩა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მომავალშიც კიდევ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ხოლო ახლა მოდით მოკლედ და ლაკონურად ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ გავიგოთ, რომ პრაქტიკოსი არის ნამდვილი და სანდო. პირველი პუნქტი არის გამჭვირვალობა. ფასები უნდა იყოს ლოგიკური და ზუსტი, ამ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარკვეული პრინციპები და სტრუქტურა, უნდა იყოს რეალისტური, როგორც მის საქმიანობასა და მის მსჯელობებში, აგრეთვე იმაში, თუ რა სახის იმედებსა თუ მოლოდინებს შეგიქმნით, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს გარკვეული რეპუტაცია და უნდა იყოს დამაჯერებელი. როდესაც მე ვმუშაობ კვირენტთან თუ მომხმარებელთან, ფასი ყოველთვის არის ფიქსირებული და ყოველთვის არის გამჭვირვალე. ანუ ყოველად დაუშვებელია ის, რომ შუა მუშაობის პროცესში უეცრად გაჩნდეს დამატებითი ხარჯის გაღების საჭიროება, რომ უეცრად დაგჭირდეთ თანხის დამატება, სერვისი უცბად გაძვირდეს, შეიცვალოს თუ სხვა მსგავსი. ყოველთვის ამ ყველაფერთან დაკავშირებით მომხმარებელი არის წინასწარ ინფორმირებული.
მეორე უმნიშვნელოვანესი პუნქტი არის, რომ სპეციალისტი სცემდეს პატივს შენს უფლებებს. შენ გაქვს თავისუფალი ნება, შესაბამისად მე არც გაიძულებ რამეს, არც გავაკეთებ რამეს შენი სურვილისა თუ ნების გარეშე და რა თქმა უნდა, არც დაგაჩქარებ. ამ ყველაფრის უფლება უბრალოდ ფიზიკურად არ მაქვს. შეუძლებელია იმუშაო ადამიანთან მისი სურვილისა და ნების გარეშე და ამ ყველაფრის უგულებელყოფა არის პირდაპირ უმნიშვნელოვანესი მორალური და ეთიკური და აგრეთვე მაგიური წესებისა და კანონზომიერებების დარღვევა. მესამე, კარგი სპეციალისტი არ შეგაშინებს და არ დაგემუქრება. ნამდვილი პრაქტიკოსი ყოველთვის ეცდება, რომ დაგანახოს რეალობა, იპოვოს გამოსავალი, გაგაძლიეროს და შეძლების დაგვარად დაგიდგეს გვერდში. და ბოლო მეოთხე პუნქტი არის, რომ სპეციალისტს უნდა ჰქონდეს რეალური ცოდნა და განათლება. მისი ცოდნა უნდა იყოს ლოგიკური, დასაბუთებული, შემოწმებადი და დადასტურებადი, თუნდაც სხვა სისტემებზე, ანალოგიებსა ან ავტორებზე დაყრდნობით. მაგალითად, როდესაც გიშლი ტაროს და გესაუბრები ამა თუ იმ არკანის მნიშვნელობაზე, ცხადია ეს იქნება შთაგონება, რომელიც იმ წუთში მოვიდა, ჩემი ინტუიცია, ჩემი პირადი პრაქტიკა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე თუ ისე უნდა ემთხვეოდეს ან ეხმიანებოდეს, თუნდაც სხვა ავტორთა ან სისტემების აზრსაც, პირობითად ან ალისტერ კროულის სწავლებას, ან უნდა შეიძლებოდეს იმის დადგენა, რომ ეს არის მარსელის ტაროს სკოლა, ან უნდა ეთყობოდეს, რომ ადამიანს პირობითად ფროიდის ან იუნგის ნაშრომები აქვს წაკითხული და ასე შემდეგ. მარტივად რო ვთქვათ, ის, რასაც ადამიანი საუბრობს, უნდა იყოს ლოგიკური და უნდა ეთყობოდეს, რომ მას აქვს ცოდნა და არა ის, რომ ესე ჰაერიდან მოაქვს ახალ ინფორმაციები და ჩვენთან საუბრის პროცესში იგონებს ახალ ველოსიპედს. საბოლოოდ, ჩემი მთავარი რჩევა არის, რომ ყოველთვის ენდო შენს შინაგან ხმას, შეგრძნებასა და განცდებს. მართალია გონება შესაძლოა ზოგ შემთხვევაში შეცდეს, თუმცა ადამიანის სხეული მასზე გაცილებით ძველია და როგორც წესი ყველაფერს გრძნობს. ამიტომ აუცილებლად ემეგობრე შენს ინტუიციას და შეგრძნებებს. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობ, გეუფლება შიშის განცდა, დისკომფორტი მუცელში, მკერდში, ან უბრალოდ ცუდად ხდები, შესაძლოა ეს იმის ნიშანია, რომ არასწორ ადამიანთან ხარ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები, ოდესმე თუ გქონიათ შეხება თაღლითებთან, ან რის გათვალისწინებას ურჩევდით სხვებს. იქნებ რაიმე გამორჩეული ისტორია გაქვთ ან სახალისო კურიოზი, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარი, ვფიქრობ, რომ ეს ყველასათვის საინტერესო იქნება და შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს ვიღაცისათვის. არ დაგავიწყდეს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, ხოლო თუ გსურს პირად კონსულტაციაზე ჩაწერა, ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას ტრადიციულად იხილავთ ეკრანზე და ვიდეოს ქვეშ აღწერაში. ყველას გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას.